ლებით ხდება რომ ბიზნესის როლი ახლა ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაში არის განუზომელი და მთავარი, ხომ? გიორგი, რა სიტყვით თქვენ არსებულ სურათზე იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაზეც ღიად საუბრობს ბიზნესი, მაგრამ ამავდროულად მოდის გარკვეული პესიმისტური სიგნალები, ხო, რამდენად შეიძლება აი ამ სურვილებს, აი ამ შიშ-დაშფოთვას უპასუხოს სათანადოდ ხელისუფლებამ. რა სიტყვით ამაზე? მოგესალმებით ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ხო, ძალიან მინდა რომ ჩემ ქვეყანაზე ავლაპარაკობდე და ჩემ ქვეყნის შეფასებებზე ავაკეთებდე ესეთ შეფასებებს, ეხლა რაც უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ დღეს რამდენიმე საერთაშორისო პრესის წარმომადგენელთან მქონდა საუბარი და პრაქტიკულად ყველა წინადადება იწყებოდა პირველად ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ არასდროს ჩვენ ამ ქვეყანაში არ გვყოლია ესეთი იზოლირებული, ესეთი კეთროვანი, ესეთი კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას არათუ განვითარებისკენ წაიყვანს, არამედ გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენებს და დგას უკვე ქვეყანა ამ კრიზისის წინაშე, იმიტომ რომ არ არსებობს იზოლირებული ქვეყანა ესეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და ამავე დროს რომ რაიმე ტიპის განვითარება მაინც იყოს შესაძლებელი და პირიქით სამწუხაროდ მე მაქვს პროგნოზი, რომ ჩემი აზრით თებერვლიდან უკვე დავინახავთ ჩვენ სამშენებლო ინდუსტრიაში სერიოზულ პრობლემებს, ჩვენ დავინახავთ დეველოპერულ სექტორში, რომელიც მე საბოლოო ჯამში გადაედება საბანკო სექტორს და მოიცავს თელ ეკონომიკას. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოსავალის მოძებნა და გამოსავალი თავისუფალ სამყაროს ესეთ ვითარებაში აქ ერთი, ეს არის ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები არის ზუსტად ის ფორმა, რომელიც აქვს მოგონილი, მოფიქრებული და კარგად ნაცადი თავისუფალ სამყაროს. ეს არ არის მეორედ მოსვლა. თუ ჩვენ კიდე გვიყურებენ მაგალითად შემორჩენილი ქართული ოცნების მხარდაჭერები, არ არის ახალი არჩევნები რაღაცა კატასტროფა, რაღაც მეორედ მოსვლა და რაღაც ისეთი, რასაც მსოფლიო არ იცნობს, ეს არის კარგად ნაცადი გზა და ერთადერთი გზა იმ ეკონომიკური კოლაფსისგან დავახციოთ თავი, რომელიც აუცილებლად მოგვიკაკუნებს კარზე ძალიან მალე. გიორგი, ერთი კითხვა თქვენთან, აი კონკრეტული საფრთხეები, მოდი ამაზე ვისაუბროთ. ეხლა გადავხედე კიდე ახალ განცხადებებს, რომელიც კეთდება ამ შეხვედრის მიმდინარეობისას, ხომ? აი რა არის ის შედეგი, რაც შეიძლება, მოდი დავიტოვოთ იმედი, რომ ასე არ იქნება, მაგრამ აი მოქალაქემდეც რომ მიაღწევს, ხო? კონკრეტულად აი როგორ შეიძლება რომ მოქალაქემ იგრძნოს ამ ყველაფრის შედეგი, იმიტომ რომ ზოგიერთი ჯგუფისთვის შეიძლება ჯერ კიდევ ჰიპოთეტურად მოჩანდეს, ხო? მოსალოდნელი ეკონომიკურ კრიზისის საუბარი, ამაზე საგანგაშო სიგნალებს გამოსცემს უკვე გარკვეული ბიზნესი, მსხვილი ამ ბიზნესი ამბობს, რომ ჩვენთანაც მოვა ეს ტალღა ძალიან მალე, მაგრამ აი მოქალაქემდე რა ვადაში შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი. რაც არავის არ უნდა უნდოდეს, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ გავუმეორდები, რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რეალურად, რასაც ახლა ჩვენ ვადევნებთ ხალხს, რასაც გიორგი ქადაგიძეს ჩვენ დავუბრუნდებით, ჩვენ საუბრობთ იმ გზავნილებზე, რომელიც ისმის ბიზნესის გაფართოებული შეხვედრიდან. თქვენ იცით, რომ 6 საათიდან შეკრებილია ბიზნესი და მათი ბიზნეს წარმომადგენლები საუბრობენ ქვეყანაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით, არსებული კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები, ეს არის შეხვედრის მთავარი თემა. მოგასმენინეთ არაერთი ბიზნესმენის პოზიცია, კომენტარებში ასევე პირდაპირ ეთერში თვის დროს და ყველა მათგანი საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს საშიშროება პოლიტიკური კრიზისის, ეკონომიკურ კრიზისში გადაზრდასთან დაკავშირებით და აუცილებელია, რომ იყოს მიღებული ზომები. ერთადერთ ზომად კი, აი ხა ის ბოლო განცხადებები, რაც ისმის ამ შეხვედრიდან არის მიჩნეული, ქვეყანაში ხელა ახალი არჩევნების ჩატარება და სისტემის ყველა ტყვის გათავისუფლება, რაც რეალური პასუხი იქნება ხელისუფლების მხრიდან, რაღაც გარკვეული კომპრომისი იქნება იმ ვითარებაზე, რომელიც არის ამ დროისთვის ქვეყანაში შექმნილი. რამდენიმე განცხადება, კი ბატონო, შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი გიორგისთან. გისმენთ, გიორგი. ხომ, ესე იგი, როგორ იგრძნობს ჩვეულებრივი მოქალაქე, პირველ რიგში ეს ნიშნავს დაკრედიტების შემცირებას, რაც ნიშნავს ხელმისაწვდომობა შემცირდება ფინანსებზე.
გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, შემცირდება კონკურენცია, დასავლური კომპანიები დაიწყებენ გასვლას, ეს პირველ რიგში აისახება ისევ და ისევ ფასებზე, რომელიც ისედაც გაძვირებულია და ისედაც თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია ევროპაში, თუ რა ლონდონს და ციურიხს და ძალიან მდიდარ ქალაქებს თუ არ ჩავთვლით. შესაბამისად, განკარგვადი შემოსავლების შემცირდება, რაც უებარი რეცეპტია ქვეყნის გაგაღარიბების. ამიტომ იმასაც კი ვისაც გონია რომ არ შეეხება, ან ვისაც პროპაგანდა ამოსა მე პროპაგანდა ეუბნება რომ შენ ეს არ შეგეხება, იქნება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ადამიანები, შეუმწეობაზე თუ პენსიაზე მყოფი ადამიანები, უბრალოდ იმის გამო რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, იმის გამო რომ გადასახდელები გაიზრდება, იმის გამო რომ კონკურენცია შემცირდება, მათი განკარგვადი შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდება და სამწუხაროდ ჩვენ დავინახავთ სიღარიბის ზრდას და ყველა იმ თამდეულ პროცესს, რაც იზოლირებულ სანქციებულ ქვეყნებში ხდება. ეს არ არის რაღაცა ახალი და განსაკუთრებული საქართველოსთვის, ეს ხდება ყველა სანქციებულ ქვეყანაში. უბრალოდ აქ რაც ამძიმებს ჩვენ მდგომარეობას ისა ის რომ უმეტესობა სანქცირებული რეჟიმებისა მათ აქვთ ალტერნატიული შემოსავლის წყაროები, იქნება სასაგებო წიაღისეულის გაყიდვა, ნავთობის გაყიდვა, ან მაგალითად ბელორუსის შემთხვევაში ეს არის ის რომ მათი ეკონომიკის დიდი ნაწილი არის სახელმწიფო, ჩვენ შემთხვევაში პატარა ღია ტიპის ეკონომიკის შემთხვევაში ეს დაარტყავს ყველას, დაარტყავს როგორც საშუალო ფენის წარმომადგენლებს, დაარტყავს რიგით მოქალაქეებს, დაარტყავს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს, უბრალოდ ჩვენი ყოველდღიურობა კიდევ უფრო გაძვირდება, კიდევ უფრო რთული იქნება გამკლავება ყოველდღიურ ხარჯებთან, რომელიც ისედაც უწევს ჩვენ მოქალაქეებს, რო აღარაფერი ვისაუბროთ უკვე ბოიკოტში მყოფ ბიზნესზე, რო აღარაფერი ვისაუბროთ ბოიკოტში მყოფ თეატრებზე, კინოზე, კრიტიკულ მედიაზე და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ვთქვათ, ამის დაშვება არ შეიძლება, ერთადერთი რაც ამ მდგომარეობიდან ჩვენ გამოგვიყვანს და გადაგვარჩენს არის ახალი არჩევნები და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს და ამის კომუნიკაციაა ძალიან მნიშვნელოვანი. გიორგი, სანქციებთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ, ესეც ამ თემის შემადგენელი ნაწილია, სწორედ ამ სანქციებიდან გამომდინარე მოსალოდნელ ზიანზეც ლაპარაკობენ ბიზნესის წარმომადგენლები, იმიტომ რომ სანქციების შედეგი ივანიშვილისთვის ახლა თუ ბრიტანული ანონსი მივა ბოლომდე, ძალიან მძიმე იქნება ფინანსური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ოფშორებში აქ რეგისტრირებული უამრავი რაღაც ასობით კომპანია და შემდეგ ამის ქვეკომპანიები მართავენ სხვებს და ასე შემდეგ დიდი ჩახლართული ამბავია, მაგრამ საქართველოსთვის ამის კონკრეტული შედეგი არის იზოლაცია, ხო? აი გუშინ ვლაპარაკობდით მიუნხენის კონფერენციაზე არ იქნება საქართველო, დავოსში არ იქნება პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველო წარმოდგენილი. აი როგორ ფიქრობთ, ამის საფრთხის, ეს საფრთხე გაცნობიერებულია ხელისუფლების მხრიდან და არის რაღაც მიზანმიმართული პროცესი, რაღაცა იზოლაციაში გადარჩენის, თუ აი რასთან გვაქვს საქმე? ხო, მე სიმართლე გითხრათ, უბრალოდ თუ კი ვინმე საღი აზრი შერჩენია, რა ეს მარტო ივანიშვილს არ შეეხება ეს და მარტო ივანიშვილის ქონებებს არ შეეხება, წარმოიდგინეთ, თუ კი ვინმე საერთოდ ან საპარტნიორო ფონდთან ურთიერთობა ქონია, ან ივანიშვილის კომპანიებთან ურთიერთობა ქონია, ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ან მსხვილი მიმწოდებელია სერვისების, ყველას ეხება ეს შეეხება ყველას. ყველა ბიზნესს, ვინც დღეს ჩუმად არის, იმიტომ რომ მაგალითად რაღაცა დიდი სახელმწიფო შეკვეთა აქვს, ან რაღაც სხვა ფავორიტებს იღებს, ან სხვა კორუმპირებულ გარიგებაში არის, ვერავინ ვერ გადაურჩება ამ პირდაპირ ან ირიბად, იმიტომ რომ სანქციებს აქვს ირიბი ეფექტიც და ირიბი სანქციები კიდევ უფრო უარესია. ნებისმიერი მსხვილი ბიზნესი, ვინც დღეს ასოცირდება ხელისუფლებასთან, უკვე არსებული გარიგებები შეიძლება შეუჩერდეს, სულ თავისუფლად შეიძლება რომ მხოლოდ გამოჟონილი ინფორმაცია რაც არის რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული, მხოლოდ ის სტატიაც უკვე იმხელა რეპუტაციული ზიანი არის, რომ მხოლოდ იმ სტატიაზე დათმობით შესაძლებელია ბანკებმა ანგარიშები დაუხურონ, საბროკერო კომპანიებმა გარიგებები გაჩერდეს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს შეეხება ყველას, ვინც არის დაკავშირებული რეჟიმთან და ამას ვერ გადაურჩება ვერავინ, როგორ პოზაშიც არ უნდა იყვნენ და არ უნდა საუბრობდნენ, რომ ეს არაფერი არ არის, ვერავინ ამას ვერ გადაურჩება და ჩვენი ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ თავიდან ავარიდოთ ქვეყანას ეს კატასტროფა და იმიტომ დგას ხალხი ქუჩაში, რომ რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასთან ერთად ქვეყანა უნდა გავათავისუფლოთ, იმიტომ რომ მეორე მხრივ ესეც აუცილებლად ხაზგასმელია.
ასე ახლოს ევროპული კეთილდღეობა, ევროპული ხელფასები, ევროპული პენსიები, ევროპული სოციალური უზრუნველყოფა, ათასობით გაცვლითი პროგრამა ჩვენი სტუდენტობისთვის, მილიარდობით ფონდები, ევროპული ბანკები, ეს დოლარი არის ხელის გაწვდენაზე. ერთ ღამეში შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს, თუ ჩვენ თავი დავახციეთ ამ პოლიტიკურ ჩიხს, პოლიტიკურ უფსკრულს, რომელსაც აუცილებლად მოსდევს ეკონომიკური კრიზისი. ამიტომ ესეთი არჩევანი, ესე ხელის გაწვდენაზე, ესეთი დოლარი და ესეთი რაოდენობის ფინანსები და კეთილდღეობა, რაც ამ ქვეყანაში არასდროს არ ყოფილა და მეორეს მხრივ ასევე ერთი ხელის გაწვდენაზე, პრაქტიკულად ეკონომიკური ჩამოშლა ყველა უწყების და მათ შორის პირველ რიგში საბანკო სექტორის და მათ შორის ორი კოტირებული ბანკის ესეთი არჩევანი არ ქონია არასდროს, ამიტომ ვართ ჩვენ რომ უბრალოდ დასახევი არა გვაქვს უკან, ამიტომ არის რომ ჩვენ რასაც ვითხოვთ ეს არ არის რაღაცა ვაჭრობა და ალტერნატივა და მეორეს მხრივ ჯერჯერობით მაინც ისე უთიფრად იზოლირებული ხელისუფლების თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ აკეთებენ განცხადებებს თითქოს სანქცია არის ჯილდო და წრები არიან ჩვენი მოყვარეები და მოკლედ ყველაფერი ჯერ არ უნდა ყოფილიყო არანაირი სანქცია და ეს თემა რაღაც სასაცილო დაბუჩად იყო აგდებული და შემდეგ წამოვიდა და ეხა უკვე არის არ არის სერიოზული ვითომ ეს საკითხი სიუჟეტშივე იყო ქალაქის მერი, რომელმაც ქალაქის მერია პრაქტიკულად კორუფციის სიმბოლოდ გადააქცია, უთამოყვარეოთ, ეხლა ამბობს, რომ ხო, ჩვენ არაფრის არ გვეშინია და უკან დახევა არ იქნება, ჩვენ არ დავიჯერებთ, როდესაც რამდენიმე თვის წინ საუბრობდა, რომ არანაირი სანქციები არ იქნება, გპირდებითო, ხო და ესეთი განცხადებები არის მილიონი, ხო, პრაქტიკულად აზრიც არ აქვს გამეორებას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიდგეთ ბოლომდე, ჩვენი პროტესტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება დღევანდელი ბიზნესთან შეხვედრა და ეს დასწრება ზუსტად ამაზე მიუთითებს რომ ყველა საღათ მოაზროვნე ადამიანი ნერვიულობს არა მარტო ამ ქვეყნის პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, არამედ მათ წლობით, 10 წლობით ნაწოლებით აგროვულ ქონებას შეექმნება სერიოზული საფრთხეები და ეს არის გააზრებული. მადლობა თქვენ. ბოლომდე დგომაზე გამახსენდა გიორგი, თქვენ ეს ფრაზა ახსენეთ და ერთ-ერთი საქართველოს მეგობარი ევროპელი პოლიტიკოსი ამბობდა, როგორც ამბობს, ცვლილებები სწორედ ხალხისგან უნდა მოდიოდეს პირველ რიგში, ხო და ამ სურათს ხედავთ ჩვენ უკვე 51 აუცილებლად დარწმუნებულია, ჩვენ ვიქნებით თაობა, ვინც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს. მე ამაში მათ ვარ დარწმუნებული. მადლობა. დაგემშვიდობები გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის